ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წელს შინაგანსაქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილი ფხვნილები გადაემოწმებინა. ეს არის ირაკლი კობახიძის სიტყვები პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ შინაგანსაქმეთა ყოფილ მინისტრს ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილების დანიშნულება, თუმცა ის მაინც ელოდება გამოძიების დასრულებას იმის დასადასტურებლად, იყო თუ არა ქიმიური საშუალებები და მით უმეტეს აკრძალული ქიმიური ნაერთები გამოყენებული 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის საპროტესტო აქციების დაშლისას. მანამდე კი 5 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში 333 და 319 მუხლებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა დაიკითხნენ შინაგანსაქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი. ორივე მათგანმა თანამდებობები დატოვა მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში. ორივე მათგანი ხელმძღვანელობდა პროევროპული დემონსტრაციების დაშლად გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში და ორივე მათგანი არაერთი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული. ხელისუფლების მაღალჩინოსნები მიუხედავად იმისა, რომ ელოდებიან გამოძიების დასრულებას, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს, ამ გამოძიების იმედი არ აქვთ მაგალითად საპარლამენტო ფრაქციაში საქართველოსთვის. გიორგი გახარიას პარტიას აქვს მომზადებული სპეციალური ინიციატივა, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკვე წარადგინეს და არეგისტრირეს პარლამენტში. შესაბამისი დადგენილების პროექტი შეიტანეს და აცხადებენ, რომ ამ დადგენილების პროექტით მოითხოვენ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკლებს რეალურად რა მოხდა და რა ქიმიური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ 2024 წელს ნოემბერ-დეკემბერში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის საპროტესტო აქციების დაშლისას. მათი თქმით, ქართული ოცნების ყველა ის დეპუტატი, რომელიც არ დაეთანხმება მათ ინიციატივას კომისიის შექმნის შესახებ, გაიზიარებს საერთო პასუხისმგებლობას. ამ კომისიის ფარგლებში ისინი მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და ასევე შინაგანსაქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაკითხვას. დასაკითხთა სიაში პარტიისთვის საქართველოსთვის არ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი. ამ კომისიის ფორმატში ისინი არ მოითხოვენ 20 ივნისის საქმის გამოძიებასაც. როგორც ცნობილია, ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალური ქიმიური საშუალებები კონკრეტული კოდის ქვეშ, მათ შორის UN 34-39-ის ქვეშ, სახელმწიფომ შეიძინა ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას, თუმცა ამას ადასტურებს მხოლოდ ნაწილი მმართველი პარტიისა. მაგალითად, ირაკლი კობახიძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა თეორიულად ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაიკისროს შინაგანსაქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს იყო და იკავებდა ამ თანამდებობას. თუმცა პარტიას საქართველოსთვის კითხეს იმ შემთხვევაზე, თუ კი გამოიყენებოდა ეს ქიმიური საშუალებები, მათ შორის 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის დაშლისას, რაზეც პარტიაში ამბობენ, რომ ამ საკითხის გაიგივება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან არის არასერიოზული, რადგან როგორც ამბობენ, 2019 წლის 20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ თემას სხვა ოპოზიციონერებიც ეხმიანებიან, თუმცა საპატიმრო დაწესებულებიდან, მათ შორის არის კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, რომელიც საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს 22 დეკემბერს. ის პატიმრობაში იმყოფება ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე წერს, რომ შეუძლებელია იმ კლასიფიკაციის ქვეშ რამე ნივთიერება იყოს, რომლის გამოყენებაც ასეთი ფორმით და ინტენსივობით იქნება დაშვებული. ფრაზა აკრძალული არ არის, ნიშნავს, რომ ამ ნივთიერებით შეიძლება ათობით ათასი ადამიანის ჭავლით გაწუწვა. ალბათ არცად წერია, რომ აკრძალულია ბენზინის ჭავლით დემონსტრაციის დაშლა, რადგან ასეთი რამ შეიძლება აქამდე არავის მოსვლია აზრად. ბენზინიც ისეთივე გამხსნილია, როგორც BBC-ს იმ ფილმში ნაჩვენები გამხსნილი, რომლის გამოყენებაც ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის შეფასებით უკვე დადასტურდა. ასევე თავისუფალ გაყიდვაში უამრავი ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიძლება სასარგებლოც იყოს თუ დანიშნულების სამებ გამოიყენებთ, მაგრამ შეფუთვაზე აწერია, მაგალითად არ მოგხვდეთ თვალში, შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ამიტომ აკრძალული არ არის, ცალკე აღებული არ ნიშნავს არაფერს, მიიჩნევს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე. საქართველოში ასევე ისფედი ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები გამოეხმაურა BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას და სადაც ნათქვამია, რომ BBC-ს მიერ გამოქვეყნებულმა საგამოძიებო მასალამ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ორგანიზაციის შეფასებით მთავარი აქცენტი გაკეთდა არა გამოძიების შინაარსით, არამედ გამოძიების წყაროს, მეთოდოლოგიის, მონაწილე ექსპერტებისა და ზოგადად BBC-ს ავტორიტეტის დამსხვრევაზე. ისფეთს მაგალითად მოჰყავს ის გარემოება, თითქოს BBC-მ მხოლოდ ექიმ ჩახუნაშვილების კვლევას დაეკმა, ასევე თითქოს ამ მასალით საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, როგორც ისფედი აცხადებს თავის ანგარიშში, რომელიც მოამზადა და გამოყნა 5 დეკემბერს, BBC-მ გამოძიების ფარგლებში შეკითხვებით მიმართა ერთ-ერთ გავლენით
გავლენიან ტოქსიკოლოგს, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორს კრისტოფერ ჰოლსტიკს. ასევე სხვა ორგანიზაციებიც და სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმიანებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და BBC-ს საგამოძიებო მასალას, მაგალითად, მათ შორის არის ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა, რომელიც აცხადებს, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტოქსიკური საშუალებები გამოიყენეს, ეს შეცდომა არ არის, ეს სერიოზული დანაშაულია და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების აშკარად დარღვევა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მისი გზა ევროპისკენ თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული და არა შიშსა და ზალადობაზე მიიჩნევს ევროპარლამენტარი. ასევე EUTHO-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე EUTHO-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი გამოეხმაურა BBC-ს საგამოძიებო მასალას და აცხადებს, რომ თუ ეს სიმართლეა, საშინელება საერთაშორისო საზოგადოება ყველაზე მკაცრი სიტყვებით დაგმობს ამ ქმედებებს დადასტურების შემთხვევაში, აცხადებს დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ვიზიტით რამდენიმე თვის წინ და ის გზის ხელოვნურად გადაყენების ბრალდებით მაშინ 5000 ლარით დააჯარებეს. ასევე განცხადებას აუცილებენ ინფექციონისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სათანადო პასუხი უნდა იყოს გაცემული იმ მოვლენებზე, რაც არის ასახული BBC-ს საგამოძიებო მასალაში, მათ შორის არის მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი, რომელიც პარალელს ავლებს 2019 წლის 20 ივნისის ღამესთან, როდესაც ასევე უამრავი ადამიანი იდგა ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი მიადგათ მათ და სრულად შეუსაბამო საშუალებების გამოყენება მოხდა მაია ბუწაშვილის შეფასებით. ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ აქციების დარბევებისას, მაგრამ საკმარისია გახარიასავით მიმეს დასჭირეთ და უცებ გამოცხობა ბრალდება უკანონო საშუალებების გამოყენებაზე, წერს მაია ბუწაშვილი და მიიჩნევს, რომ ისე როგორც გიორგი გახარიას შემთხვევაში, რომელსაც ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დაშლა და ბრძანების გაცემა, ასევე შესაძლოა, რომ კონკრეტული მაღალჩინოსანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ამ შემთხვევაში. ასევე ამირან გამყარლიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ინტერპრეს ნიუსთან აცხადებს, რომ 9 აპრილის შემდეგ ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაცია იყო, თუ რას იწვევდა ქიმიური ნივთიერებები, ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ტიპის საშუალებები იქნა გამოყენებული. 70 ადამიანი გამოიკვლიეს ინსტრუმენტულად, გვიან არის შეწეგლილი დარბევიდან 2-3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი ქიმიურ ნივთიერებებს, აცხადებს ამირან გამყარლიძე და მიუთითებს, რომ სასურველი იყო რისკ ჯგუფების გაფრთხილება, რადგან კონკრეტული საშუალებები ზემოქმედებს სასუნთქ გზებზე, მოქმედებს მათ შორის გულსიზრდაავადების მქონე მოქალაქეებზე და ამიტომ საჭირო იყო მათი გაფრთხილება, რათა მათ თადარიგი დაეჭერათ და თავად გადაეწყვეტათ უღირათ თუ არა ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა. დღეს ჯანმრთელობის მინისტრმა მიხეილ სარჯულაძემაც გააკეთა განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ის აცხადებს, რომ მაგალითად პიროტექნიკის გამოყენებასაც, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში შესაძლოა ასევე მავნე ზემოქმედება ჰქონდა. გომელაურის უნდა ცოდნოდა ფნილის დანიშნულება. ფნილის დანიშნულება და ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფნილი გადაემოწმება. სქემები როგორ მუშაობს, ხოლმე კარგად ვიცით, ზოგადად სპეცსამსახურის სქემები, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, როგორ მუშავდებოდა ეს სქემები, როგორ ხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება. ამის მაგალითი იყო 5 რევოლუციის მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ გასული 4 წლის განმავლობაში, ხო? შესაბამისად, აქ ყველაფერი სიცოცხლის გულს ედავს, უბრალოდ ახალი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად მოიხსენება, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. სტატისტიკა შეგიძლიათ ამოიღოთ იმ დღეებიდან, მაგალითად როგორი იყო მიმართვიანობის სტატისტიკა და რას უკავშირდებოდა ეს მიმართვიანობა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. სპეცსამსახურების ხელწერით შეთითქმული რაღაცა ტყუილი, ჩვეულებრივი ფეიკი. შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება რა თქმა უნდა არ არის. აქედან გამომდინარე, ერთი დღე ჰქონდათ მცდელობა, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. საერთაშორისო გამოძიებას ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მათ შორის უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტყუილის გავრცელებაში. როდესაც შეიძლება აქცია იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თქვან, რომ მაგალითად აი უზარმაზარი პიროტექნიკის გამოყენებას და აი ამ მასობრივ არეულობას ვინმე მიიჩნევდა, რომ არის მშვიდობიანობა, მე ვთვლი, რომ ეს იყო რა თქმა უნდა კანონსაწინააღმდეგო აქცია. კანონსაწინააღმდეგო აქციის
დროს რა თქმა უნდა პოლიციას და საპოლიციო ძალებს უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის რა თქმა უნდა ისეთი საშუალებები, რომელიც იწვევს დიახ რა თქმა უნდა რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, წრემლდენას და ასე შემდეგ. აი ახლავე შეგიძლია თვითონ გახსნათ ტელეფონი და ChatGPT-ს ან ნებისმიერ წყაროში გადაამოწმოთ ინფორმაცია ამ მასშტაბით მაგალითად იმ დახურულ სივრცეში ამდენი პიროტექნიკის გამოყენებას რა შეეძლო გამოეწვია ადამიანებისთვის, ესეც ნახეთ, უბრალოდ მაინც თქვენთვის უბრალოდ საინტერესო იქნება. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესე იგი ხდება რა? ხდება დაშლა აქციის, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იყო, გამოყენებულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონვენციური საშუალებები და ახლა მე მეუბნებიან, რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-м გადაუმოწმებლად ნებსი თუ უნებლიეთ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ თურმე უნდა დავჯდე და მე რაღაცა კონკრეტული ინფორმაციები უნდა ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარია, აბსოლუტურად მტკნარი ტყუილია. მტკნარი ტყუილია იმიტომ, რომ თქვენს მათ შორის ძალიან კვალიფიციურმა მეტი რო არ შეიძლება ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებმა თქვენს კონკრეტულად რომ აქ მოცემულობა ისეთია რომ ამაზე დაყრდნობით რაიმე მყარი საფუძველი, რაიმე რეალური ხელმოსაჭიდი ისეთი დასკვნის გაკეთებისთვის რომ თითქოს ადამიანები ასეთი გაზით პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული გაზით იქნა გამოყენებული და ასე შემდეგ ეს არ არის მართებულიო, ეს ითქვა ექიმების მხრიდან. ასეთ პირობებში მე მჯერა რა თქმა უნდა არა ჩახუნაშვილების მოსაზრებებისა რომელსაც არასწორად ეყრდნობა რა თქმა უნდა იმთავითაც ცნობილია BBC-ს ეს გავრცელებული ინფორმაცია, არამედ მჯერა რა თქმა უნდა მაგალითად მაღალკვალიფიციური ტოქსიკოლოგებისა, რომლებმაც თქვეს რომ აქ მიზეზი დასკვნის გაკეთებისთვის, რაიმე რეალური ვარაუდის დაბადებისთვის, რომ რეალურად ვინმეს რაიმე უკანონო აქვს გამოყენებული, რეალურად ობიექტურად არ არსებობს. კონკრეტული ნივთიერება რა შეისყიდა, როდის შეისყიდა და როგორია მისი ფორმულა და დამახასიათებელი, ეს ამას ვამბობდი შარშან, ამას ვიტყვი წელსაც და მომავალ წელსაც თუ ვინმე მკითხავს, რომ რა თქმა უნდა ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დიახ რა თქმა უნდა მჯერა და მგონია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, როდესაც იყენებდა ამ საშუალებებს. აი ეს არის მოწმობა. ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა ქართული ოცნება პარლამენტში გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის მოთხოვნას დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა მანამდე ცნობილია, რომ ბრიტანეთის ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში აპირებს BBC-ს საქმის განხილვას ქართული ოცნება ხელისუფლება გეგმავს ამ ნაბიჯის გადადგმას და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლოებისთვისაც მიმართვას.